მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ მოვედით ცეცხლში, სადაც უნდა დავჭრათ ხეები, ქვები. როცა ვიყავით რიყეზე, მაშინ რო ვიყავთ ის ქვები უკვე ზოგი დაჭრილია, იმიტომ რომ რაჟდენზია ჩვენზე მოუთმენელია და დაჭრა ზოგი ქვა და რაც დაუჭრილი, იმას დავჭრით. და კიდევ ვაპირებ, რომ პოლირება გავუკეთო ქვებს და სარკისებური ეფექტი მივცეს, რომ ნახოთ როგორ გამოგვივა. გამოვიდეთ თუ შეიძლება. Daisy. გადავჭრეთ, რომ ეს 4 ქვა გავჭრათ. თუ გახსოვთ ესენი რო ვიპოვეთ, წესით უნდა გახსოვდეთ. ხო, ეს იმაში რო ვიპოვეთ. ხო, კაი. გაჭრაზე დაგვიძახე? აი, მანამდე ამებს ვაჩვენებ. ეს არის ეს ხეები, რომელიც ვიპოვეთ. და წყალერისთვის გვინდა და როგორ ვახოთ? Let's go! ეს ჯობია მგონი, ხო? მაგრამ სალონის ჯობია. აი გუში რო ტვინი წავიდა იაშმა თქო. აკავასაც აქვს. მე მინახე პატარა. უი არა გული მეგონა რაღაც უცნაო, კაი ხო. ხარ ჭრით? ეს მაგარი ხვა, ეს ნელად გეიჭრება. ნაწილი არის აგატი, ნაწილი არის აქვებრხება და ლამაზია ეს ქვა ხო გახსოვთ ყველას? შუკვი. ვაი. ხო, სწორად იყო რა. აი ეგ არის. ხო, ესე არის. ქვა რო კი არა, მზერო შუქი რო დავანათე. აი ეს არის, ნახე, აი კვარცის ზოლი როგორ მოყვება. ეს იყო ის ზალამაზი გაბრიელება რო არჭირდებოდა. ეს რა ქნა? ხო. გავჭრათ. აი თუ არ ღირდა გაჭრა. ანუ ზალამაზი არ არის? ჩვენ გადავწყვეტეთ რომ ავიღოთ ეს 4 ნიმუში გასაპრიალებლად, ეს ჩვენი ნადავლიდან არ არის. და ახლა დავასვერებთ და განახებთ როგორი შეიძლება რომ იყო, როგორი გახდება. აი დაახლოებით ესეთი გახდება. ესეთი სილამაზები იქნება. ეს იმიტომ ავიღო რომ ძალიან ლამაზი კვარციერ ჩანს ძალიან ლამაზად. ესე იგი რას ვიყენებთ ჩვენ ამისთვის? ჩვენ ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ბოლგარკას. უკვე გაკეთებული აქვს პირველი თავი, რომელთაც უნდა დავიწყო, შემდეგ გადავალ მეორე თავზე, ამ თავზე. და ახლა რა არის მთავარი ამბავი ახლა ამაში? ყველაზე უხეშით ვიწყებთ. მე გადავდივართ ნელ-ნელა გრადაციულად გადავდივართ ყველაზე რბილზე. შემდეგ ამ ორს რომ მოვრჩებით, გადავალთ 400-იანზე, მერე 600-იანზე და ბოლოს 1200-იანზე. ნუ ამ იმებით. 1200-იანი ისეთი რბილია, რომ ხელსაც გაუსვამ, მაგრამ აი 400-იანს და 600-იანს ხელს ვერ გაუსვამ. ბოლოს დავამუშავებთ ყველაფერს, ამით გავაპრევთ. ეს არის ბოლო ეტაპი. და ეს არის გასაპრიალებელი პასტა არის.
ზილიონკა არ ვიცი. ალბათ ეგრე მითხრეს. მაგ დავიწყოთ. ეხლა რა ხდება? პირველი, ნახეთ. აი აქ უნდა დავიწყოთ პატარა ქვით, მაგრამ მაინც გეტყვით ეხლა. აი აქ თუ დააკვირდებით არის შემაღლება, იმიტომ რომ თავიდან რო გაიჭრა, ყოველთვის არასწორად იჭრება ხოლმე. პირველი უნდა მოვაშოროთ ბალგარკეთ ეს შემაღლება და მეორე დავიწყოთ უკვე მთლიანად მოპრიალება. მოკლედ ეს სამი გავაკეთე. ოი არ ჩანს. ეს სამი ქო გავაკეთე. 1 2 3. ნუ ნახევარ-ნახევარები გავაკეთე. და ეხლა ვიწყებ ამას. ეს როგორც აღნიშნე, ჩვენი ნადავლი არ არის, მაგრამ მომწონს და ის მინდა რომ გავაკეთე. კაი, ეხლა რა არის გასათვალისწინებელი და რა ვისწავლე. ჯერ ის რომ არა, ანუ მაგრად უნდა გეჭიროს თვითონ ეს მოწყობილობაც და ძალიან მაგრად უნდა დააჭირო. ანუ მაგრად უნდა დააჭირო. კიდევ პირველი ფენა არის ყველაზე მთავარი. და რატო? როგორც უკვე მივხვდით, ხო, ყოველი შემდეგი არის წინაზე უფრო სუსტი. სიმძლავრით, ხო? ანუ ეხა ეს რო დაამუშავებს, ასე მეორე თავი ვერ დაამუშავებს. ამიტომ აი რა დროც გაქვს, ყველაფერი უნდა ჩადო პირველ დამუშავებაზე. პირველი დამუშავება არის ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ იმ რაღაც ნახაზები და რაღაცები რაც დაგრჩება, მაგას მეორე თავი ვერ გააკეთებს. მით უმეტეს ეს თავები, იმიტომ რომ ესენი უბრალოდ გაბრიალებაზე არის. თუ ანუ პირველად გაბრიალებულს ქვას სარკისებურ ეფექტს ნახულობ, როცა უკვე გადადიხარ ამაზე 400-იანზე და მე 600-იანზე და მე თუ გააქვს 800-იანზე და მე 1200-იანზე. ხო და ეს რაც ეს არ მომწონს. არ ვიცი, მწვანე რაღაცებს ტოვებს რა. მაგალითად ეს იყო ჩვენი ქვები. ეს რომელი ქვა არის იცით? ქვა რო შუქი რო გავატარე ის ქვა არის. ეს იყო ეს. ნახეთ, აქ უფრო არის შენარჩუნებული წყალს დავასხავ. აუ, ქეთო. წყალი დამისხი რა აქ. ხო, ნახეთ, აქ უფრო კარგად ჩანს. აქ უფრო კარგად ჩანს ყველაფერი, ვიდრე აქ. აქ უკვე გამწვანებულია ეს რაღაც ნაპრალები რაც არის. ამათში, ნუ ეხლა აქამდე ბოლომდე ვერ ჩავიდოდი, ამიტომ ესე დარჩა ნაპრალები, ხო და ეს მწვანე რო გადავოსვი, ამ ნაპრალებში ჩავიდა ეს მწვანე. მერე ვეცდები რომ ჯაგრის თამოვხე, ხო? whatever. და ისინი იყოს ასე. და ეხლა დავიწყოთ ამის გაბრიალება. და აქ რატო არ ვიჯექი აქამდე? ის თქვი კუთხეები რა უნდა მოკლედ სანამ დავიწყებთ პოლირებას უნდა დავიწყოთ კუთხეების დამუშავება. იმიტომ რომ მე შეიძლება კეთების მომენტში, კეთების პროცესში მოტყდეს და თვალში შეგვივარდეს და როგორც მიას დაემართა და ეგ არ გვინდა. დავიწყოთ და როგორც კომფორტულად ხართ, ისე მოვიწყოთ. გამახსენდა. თითებს მოვფრთხილდით. სადაც დავიზიანე, მაგრამ it's okay. I don't care. შიგადაშიგ ხელითაც მოვსინჯოთ. რამდენად თანაბარია. თუ გუზნობ რო არა თანაბარია, მაშინ უნდა გააგრძელო. აი ნახე. აი ეს თეთრი ზოლები რაც არის, ხო? აი ეს პატარები. აი გენი უნდა მოვხსნათ. ძალიან უნდა ვიცადოთ რომ მოვხსნათ. აი ნახე, აი ეკაც. აი ეკაც. ჯანმრთელობა. აწაბარფა ხელობა. ეხლა გადავედი მეორე ტელევიზორზე. კი ბატონო. აი ნაპირები.
Երբրոմած կախ։ Սեր։ Կանի մոտ չի, მეორე թրամս։ Օթասյանը խանձադեբին եմ կանդալ։ Նոզ կար։ I don't know. Interesting. I don't know. First time Susan. Most one. და 12 წუთია იღებ? ანუ ერთ ის დამუშავება სჭირდება დაახლოებით 9 საათიდან 40 წუთამდე. ქვას ხო გააჩნია ხა ეგ შენ რომელიც გაქვს აღებული ეგ რთული დასამუშავებელი არის უფრო. Გვერდი დავაწყე გაუ. გვერდი დავაწყე გაკეთებული და გასაკეთებლები ხა. ორი მოკლედ. პირველ რიგში. ალბათ ეს არის გაკეთებული. ეს პრიალებს. მაგრამ ეს ნაწილი მომიტყდა და მივარდა და იმიტომ. და ეს არის გასაპოლირებელი. რატო დავაყირავე კამერა, არ ვიცი. წყალი შეასხე. აი წყალს რო შეასხავ, დაახლოებით მიხვდები რას უნდა ელოდო, როცა პოლირებას მორჩები. ეს არის გაკეთებული. და მწვანეები რო არის რაღაცის გამო. შეასხე? ესეც გვერდი. ჩემი აზრით მწვანეების გარეშე ჯობს, მაგრამ რო გახეხავ მე მწვანეების გარეშე იქნება, ხო? გუდ. ეხა, შემდეგი არის ეს. ეს არის გაკეთებული. და ეს არის გასაკეთებელი. კარგად შეასხენა. არის ხო? ეს გამოიყურება გვერდი. ой, ძალიან საყვარელია. და ეს ბოლო წყვილი. ნახეთ რა სასწაული. და ეს გასაკეთებელი. ესე გამოიყურება ჩემი დღევანდელი ამუშავარი. დაამუშავე 4 ქვის ნახევარი. და შეიძლება გავაგრძელო კიდეც. თუ აქამდე მოხვდი, ესე იგი ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე და დიდი მადლობა. შენ კიდია, დავიღალე.